მებით. მე რო დღეს ციხეში ვზივარ, ესე იგი რაღაცა მივქარე და მე თვითონ გამოვზარდე მაგჭობელა და მე რაღაცა რო არ გამემართლებს ცხოვრებაში, საკუთარ თავში მევეძებო მიწაზე ვიკეთებაში. თლიანად ადამიანური ცხოვრების ასპექტი თუ ამბობ. მინიმალური საათობრივი ანაზღაურება თუ არ დაწესდა საქართველოში არ იქნება არც წესრიგი, არც სოციალური თანასწორობა და არც სამართლიანობა. რა თქმა უნდა, საათებრივმა ნაზღაურებოდეს როგორც ეს ევროპა ამერიკაშია. არა მარტო ჰონკონგშია და სინგაპურშია. რაზის ბრძანდებით იმასთან დაკავშირებით, ხო, ეს ავიკითხე, ქართული მულტფილმები, ეს მოვლენა, ეს შედევრია და უნიკალური მატიანია, რომელსაც უნდა ხშირად უყურებდნენ ახალგაზრდები. ბატონო შალვა, არ დაიღალეთ 40 წელი ერთი იგივეს ლაპარაკობთ. ერთ იგივეს არ ვლაპარაკობთ, თქვენ როგორც ჩანს არ მოგისმენთ ჩემი საუბრები, ყოველთვის ვლაპარაკობ ერის ტკივილებს და ქვეყნის პრობლემებს. დიახ. როგორ ფიქრობ, თანდილა ამ ნაბჭურებისგან როგორ უნდა დავახციო თავი, თუ ესენი იქნებენ სამუდამოდ, არა. თანდილა სამუდამო სამყაროში არაფერი და მათი ჟამი საერთოდ შემცირებულია. შალვა, ქართულ მულტფილმებშია ყველაფერი ნათქვამი და არაფერი ახალი გამოსაგონი არ არის. ასახულია იქ ვინ არის, რა არის გასაკეთებელი და ლურჯი მელია და კომბლე გარდა ამისა, სოფლის შენებას რა უნდა და უზარმაზარი ფილოსოფია ჩადებული. სხვა შორის ჭიაურელია ეს ცნობილი ისტორიული კინორეჟისორი სოფიო ჭიაურელის მამა, რომელიც სტალინის რეჟისორი იყო პირადი და სტალინის შემდეგ უკვე მოექცა რეპრესიებში და აღარც სამუშაოს აძლევდნენ და ნამუშევარი იჭდა სახლში. ხო და ბოლო მისი ნამუშევარი 60-იან წლების ბოლოს არის მულტფილმი. ალბათ უფრო სწავლობას ნახე იქნება. კად მიში პახრანელი კატა, როგორ დამარხეს თაგვებმა კატა. ანუ კატა იყო სტალინი, მოკვდება და თაგვები რომ მარხავენ, ანუ ეს ხუშოვი მალენკოვი და ეს გარემოწოლინც ვერ მოთხარეს აფლავი და აი ეს სიტუაცია აღწერა ამ ფილმში, აკრძალეს გარკვეული ხანი, მერე გამოვიდა. ანუ მართლა ძლიერი ფილოსოფია ჩადებული ქართულ ფილმებში და ხშირად უნდა უყურონ ახალგაზრდებმა ვიმეორებ. ხო, აქ არის მილოცვა პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებზე და ჩვენც უერთდებით პოლონელი ხალხის არჩევას და ულოცავთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას. მრეწველობა იმიტომ არ გვაქვს, რომ თავის დროზე მხარი არ დაუჭერეთ საქართველოს მრეწველებს, რომლებიც გვპირდებოდნენ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. აი რა თქმა უნდა ხმურობა, ხო, რა გადაარჩენს, მაგრამ აი თხემალაძე მილიარდი იშოვა თოფაძესთან ერთად და თავისი შვილი ჯერ საგრებულოს თავმჯდომარედ გაუშვა დებილი ბავშვია, ბავშვიდან ვიცნობ. და ეხლა გადაიყვანეს ვიცემერად, უფრო მეტი ფული ვაკეთოს იმ კორუმპირებული ხმალაძის ადგილზე კალაძის მოადგილედ, ხო? აი ეგრე გადაარჩინა მრეწველობამ საქართველოს. მაშინვე ვეუბნებოდი ამას ქართულ ხალხს, რომ ესედან თაღლითები არ მისცეთ ხმა, მაგრამ ვინ დაგიჯერა, აბა შე რო ხვირდებიო, უფასო განათლებასო და იმასო, მრეწველობამ თუ არ ამუშავო, საიდან იქნებაო, გავარდებო მივცე მაგას ხმასო. ამას მეუბნებოდნენ, მეკიდები 90-იან წლებში. აი ჩვენი შეცდომების ტრაგიკულ შედეგებს ვიმკითხეთ.